ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ. სხდომის დაწყებამდე გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული. როგორც ევროკომისარი ამბობს, სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს განიხილავენ. მისი თქმით, ევროკავშირი გმობს საქართველოს ხელისუფლების ცრუ ნარატივებს და თავდასხმებს ევროპულ ინსტიტუტებზე. ასევე მარტა კოსის განმარტებით ბოლო სამ არჩევნებში პროტესტსა და გამოკითხვებში ჩანს, რომ ხალხს ევროპა სურს, მთავრობას კი არა. საქართველოს მთავრობა არ უსმენს თავის ხალხს, არ სურს ევროპული გზით სიარული, გმობთ ცრუ დეზინფორმაციულ ნარატივებს და ყველა თავდასხმას ევროპულ ინსტიტუტებზე, მათ წარმომადგენლებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე. განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს. საქართველოს მოსახლეობამ ბოლო სამარჩევნებში მიმდინარე საპროტესტო აქციებში აჩვენა, ასევე გამოკითხვებიც აჩვენებს, რომ მათ ევროპული მომავალი სურთ, მაგრამ მათ მთავრობას ეს არ სურს. როგორც ჩანს, მათი მთავრობა არ უსმენს თავის ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული. ოპონენტები, როგორც იცით, დაპატიმრებულები არიან. ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხმას კი ახშობენ. ამავე დროს ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებას ხელისუფლებაში მყოფი პირები უწყობენ ხელს. გმობთ ამ ცრუ ნარატივებს და გმობთ ყველა თავდასხმას ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და ჩვენს წევრ სახელმწიფოებზე. ასევე მოუწოდებთ საქართველოს მთავრობას მოусმინოს თავის ხალხს, იყოს ინკლუზიური, ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებას და მიჰყვეს მათ სურვილს გახდნენ ევროპის ნაწილი. დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა უთოს თავმჯდომარემ და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა. ის საქართველოში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა და ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოდიშვილს შეხვდა. ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა კი დატვირთული გრაფიკის გამო გააუქმა. ვალტონენი მივიდა რუსთაველზე და პროტესტის მონაწილეებსაც ესაუბრა, რის გამოც ოცნებამ ის 5,000 ლარით დააჯარიმა და ეუთოს საპროტესტო ნოტაც გაუგზავნა. როგორც ელინა ვალტონენმა თქვა, ის რაც საქართველოში ნახა ძალიან შემაშფოთებელია. მისი თქმით, საქართველოს ერთსულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს, რაც ყველას ძლიერ სიგნალს უგზავნის. სამხრეთ კავკასიიდან ახლახან დავბრუნდი და სამწუხაროდ რაც საქართველოში ვნახე ძალიან შემაშფოთებელია. რიგი ადამიანების წინააღმდეგ ქუჩებში რეპრესიები ჩვენთვის მიუღებელია. საქართველოს ერთსულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს, რაც ძალიან ძლიერ სიგნალს გვიგზავნის ყველა ჩვენგანს. ცხადია, ეს არ არის ევროპული გზა, მაგრამ ეს არც ის გზაა, რაც ქართველმა ხალხმა აირჩია. ასე რომ ამ კუთხითაც სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ. საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დღეს კომენტარი გააკეთეს ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა გუნთერ კრიხბაუმმა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ნოელ ბარომ და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქსავიე ბეტელმა. მათი განცხადებით ისინი პატივსცემენ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას. საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპულ მიდგომასთან დაკავშირებით ბოლო დროს ნამდვილად იმედგაცრუებას იწვევს. ჩვენ რა თქმა უნდა მოსახლეობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ მათ, მაგრამ მთავრობის ქცევა მიუღებელია. ყველა ვარიანტი, ვამბობ, ნამდვილად ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ვექნება განხილვა საქართველოსთან დაკავშირებით. გსურს რომ შესაძლებელი გავხადოთ ქართველი ხალხის მისწრაფების პატივისცემა, წინ წავიდნენ ევროპისკენ მიმავალ გზაზე. სწორედ ამ სულის კვეთებით ვმსჯელობთ და მიმართავთ საქართველოს ხელისუფლებას. ვამბობდი, რომ საქართველო ახლოს იყო ევროპულ გზასთან. ახლა კი ვამბობ, რომ ისინი დისტანციას იკავებენ და ეს სამწუხაროა. გავიგე, რომ ხალხი უკმაყოფილოა არჩევნებთან დაკავშირებით. მე არ ვარ რაიმე საბჭოს ან ორგანოს წევრი, რომელიც არჩევნებს აკონტროლებს და რთულია ვისაუბრო, მაგრამ თუ კი არჩევნები სწორად ჩატარდა, მის შედეგებს პატივი უნდა ვცეთ. თუ არასწორად ჩატარდა, უნდა განვიხილოთ რისი გაკეთებაა შესაძლებელი. მაგრამ ამ მომენტისთვის რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ საქართველომ ევროპული მომავალი აირჩია, მაგრამ ამ დროისთვის არ მაქვს მტკიცებულება, რომ არჩევნები არ იყოს სამართლიანი. თუმცა თუ ასე იყო, უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. სამწუხარო იქნება თუ ისინი ევროპას დაშორდებიან. ისინი ახლოს იყვნენ ევროპასთან. ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას განიხილავენ.